დღეს მინდა გაგიზიარო უსამართლოდ მივიწყებული შოკოლადის კრემის რეცეპტი. უფრო სწორად რაღაც შუალედურია კრემსა და განაშს შორის. უზომოდ გემრიელია, ძალიან სტაბილური, გამოდგება როგორც ტორტებში, ფენებს შორის, ასევე ზედაპირის მოსასწორებლად. საოცრად უხდება მთვრალ ალუბალს და სხვა ტორტებს. ამ ვიდეოში ასევე გიზიარებ უმარტივესად ამ კრემის გამოყენების ერთ-ერთ იდეას. მომზადება ძალიან ადვილია და გამოუვა ყველას, არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ ტექნიკას. მოკლედ, შოკოლადის კრემი და დესერტები თუ გიყვარს, ეს ვიდეო შენთვის არის. სანამ საქმეს შევუდგები, შევს დავუთმე მისი კუთვნილი დრო. ვისეირნეთ, ვითამაშეთ, მოღუშული ამინდის მიუხედავად, კარგად გავატარეთ დრო, შემდეგ კი ჩავებით ყოველდღიურ რუტინაში, შხაპი, საუზმე და გემრიელობების მომზადება. სამუშაო სივრცე მკაცრად გაკონტროლდა როგორც ყოველთვის, შევს შენიშვნები არ აქვს, მცირე ჯილდოც მიიღო თხილის სახით, შეგვიძლია დავიწყოთ. მომზადე მარტივი კონსტრუქცია ორთქლის აბაზანისთვის. მნიშვნელოვანია ისეთი ზომის ჭურჭელი იყოს, რომ ჯამის ძირი წყალს არ ეხებოდეს. მოკლედ, წყალი რომ ადუღდა, ჯამში მოვათავსე კარაქი და შესქელებული მოხარშული რძე. განუწყვეტლივ ვურევ, რომ თანაბრად გადნეს მასა, შემდეგ დავამატე კაკაოს ფხვნილი და მწიკვი მარილი. ამ ეტაპზე კრემი შეიძლება აიჭრას, ეს ნორმალურია, ვაგრძელებ მორევას დაახლოებით 5 წუთი, იმისთვის რომ ტემპერატურამ კარგად გაშალოს კაკაოს არომატი და კრემი შესქელდეს. კრემი მზად არის, გადავიტანე სუფთა თასში, დავაფარე ცელოფანი, ისე რომ ზედაპირ ჟანგბადი არ შეეხოს და დავტოვე გასაგრილებლად. სანამ კრემი გრილდება, მოვამზადე ორცხობილები, ისე როგორც ჩიზკეიკის ბაზისთვის. დავაბლენდერე გადამდნარ და გაგრილებულ კარაქთან ერთად. შემდეგ ჩავყარე პერგამენტ ჩაფენილ საცხობ ფორმაში, გავასწორე ზედაპირი, მე ორი ზომის ფორმაში მოვამზადე, რომ კარგად გაჩვენო როგორი გამოდის, დაბალი და შედარებით მაღალი. შევდგი წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე ზედა ქვედა წვაზე 10-15 წუთით. ბაზაც მზად არის. შეგრილებულ კრემში დავამატე მოხალული მიწის თხილი. ნებისმიერი თხილეულის გამოყენება შეიძლება. წავუსვი კრემი და დავტოვე გასაგრილებლად ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ კი მაცივარში 1-2 საათი. საბოლოოდ გამომივიდა უგემრიელესი ნამცხვარი ან ორცხობილა, რაც არ უნდა დავარქვა ძალიან გემრიელია. მდიდარი შოკოლადის და ოდნავ ღრმა კარამელის გემო აქვს. ჩემი გემოვნებით დაბალი ვერსია უფრო კარგია. თუმცა ბევრი შოკოლადის მოყვარულებს უფრო მაღალი მოეწონება. მოკლედ, მთელი გულით გირჩევ მოამზადო. მადლობა რომ მიყურე ბოლომდე. თუ მოგეწონა, არ დაგავიწყდეს ჩემი გამოწერა.